კი, ნათია, ნამდვილად ექიმების ხმა დღეს ისმის ძალიან მკაფიოდ, ისევე როგორც ეს იყო გუშინ და გუშინ წინ და ნამდვილად განსაკუთრებული და საოცარი განცდა და განწყობა არის, როდესაც ექიმები ნაცვლად იმისა, რომ ისინი იყვნენ პაციენტებთან და ასრულებდნენ მათ ძირითად მოვალეობას, უწევთ ასევე ქვეყნისთვისაც ბრძოლა, ვინაიდან სხვა შანსს მათ არ უტოვებს ქართული ოცნების რუსული რეჟიმი და ბუნებრივია ექიმები ვერ დარჩებოდნენ აი ამ ყველაფრის მიღმა, ისევე როგორც არ დარჩენილან არც აქამდე ჩვენ გუშინ ვიხილეთ მასშტაბური მსვლელობა როგორც ექიმების, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, თუმცა დღეს უკვე აქ არის იმ სპეციალობის ექიმების, უпростоრად ექიმების მსვლელობა, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა მათი მთავარი სამსახური არის ქვეყნის განკურნება იმ სცენისაგან, რომელსაც ჰქვია რუსული რეჟიმი. თქვენ ხედავთ, რომ მსვლელობა ახლა დაიწყო რუსთაველის გამზირზე და მთავარი სლოგანი, რომელიც გასძევს მათ ამ მსვლელობას არის ის, რომ ჩვენ ივიცავთ სიცოცხლეს და ახალი არჩევნები არის სწორედ ამ სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მოდით ვნახოთ, რას ფიქრობენ ისინი. მე ოპერატორს ვთხოვ, რომ გადავინაცვლოთ უშუალოდ მსვლელობის ხაზში და მათთან გავაგრძელოთ საუბარი. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად ტრაგიკული არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინაიდან ვიცით, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა დანიშნა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და ბუნებრივია, რომ ექიმების მთავარი წუხილის დღეს ეს არის. მე ვხედავ პედიატრს ლევან ხარაშვილს, მოგესალმებით. მადლობა რომ აქ ხართ. ხო, დღეს ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ტრაგიკული დღე არის. როგორ შეგვიძლია შევახსოვოთ ის, რომ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად ყავს უდიპლომო ყაველაშვილი? ამაზე მე მგონი კომენტარის გაკეთებაც უკვე ზედმეტია და მე მგონი ყველაფერი უკვე ნათელია, ყველაფერი ნათქვამია და მე მგონი ზედმეტი სიტყვების ბოდიში და რახარუხი აღარ არის საჭირო რა. ყველაფერი ცხადზე ცხადია და ჩვენ როგორც ექიმები, მე პირადად ყველა სახელით რა თქმა უნდა ავილაპარაკებ. პირველ რიგში როგორც ექიმი ვაპროტესტებ ძალადობას. აი ამ ძალადობას, რასაც ჩვენ ამდენი კვირების და თვის განმავლობაში ვუყურებთ. უამრავი ნაცემი, დასახიჩრებული ადამიანი, უამრავი ტრავმა. ამის ყურება როგორც ჩემთვის როგორც ექიმისთვის არის ძალიან დიდი ტკივილი და ძალიან შეუძლებელია უბრალოდ ამას უყურო ადამიანმა რა. ეს არის გარდა იმისა ყველა დაშავებულს რა თქმა უნდა ჩვენი გვერდში დგომა და სოლიდარობა, მაგრამ აი ექიმებისთვისაც ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა არის ამის ყურება, რომ ხედავ ადამიანს სიკვდილის პირამდე ურტყამენ და ვერაფრით ვერ ეხმარებ. მესმის და მათ შორის ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ნაცემები და დაკავებულები ზოგიერთი მათგანი ამდენი თქვენ კოლეგებს ჩვენი კოლეგები ვიგულისხმობთ. მე თქვენ კოლეგებს ვამბობ ამ შემთხვევაში დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ნამდვილად გმირობის ტოლფასია, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები აკეთებთ. დიდი მადლობა ყველას ამისთვის. ეს იყო ექიმი ლევან ხარაშვილი, ასევე ვხედავ, რომ აქციაზე იმყოფება გუგა ქაშიბაძეც, რომელთანაც გავაგრძობ საუბარს. მოგესალმებით ბატონო გუგა, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ, მადლობა რომ აქ ხართ. თქვენი სათქმელი რა შეიძლება უთხრათ დღეს ხალხს, როდესაც ექიმები არიან პროტესტის მთავარ ეპიცენტრში და მაშინ, როდესაც არალეგიტიმური მთავრობა არჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტად ყაველაშვილს? ჩემი სათქმელი იქნება ძალიან მოკლე. ექიმებს გვაქვს ჩვენი საქმის აკეთებელი, რომელსაც ვაკეთებთ და პირადად ჩემთვის რამს გამომიყვანა დღეს და რა მიზეზსაც ჩემი კოლეგების გვერდი ვარ. ყველაზე მეტად აზრს გული მწყდება ეს არის ის, რომ დაკავებულ ადამიანს არავის არ აქვს უფლება მით უმეტეს სამართალდამცველს დამცველს რომ შეურაცხყოფა მიაყენოს, გინდა მორალური, გინდა ფსიქოლოგიური, გინდა ფიზიკური. მადლობა, მოდი თქვენს კოლეგასაც შევეკითხებით, თუ შეიძლება. მოგესალმებით. რა განცდა არის, როდესაც ექიმებს ნაცვლად იმისა, რომ პაციენტებთან იყვნენ, ახლა უწევთ ქვეყნისთვის ბრძოლა იქ, როდესაც ექიმებიც კი გამოდიან გარეთ ქვეყნის გადასარჩენად? გასვლა ძიმეა, რა თქმა უნდა, ექიმის საქმე არ არის, ქუჩაში დგომა ექიმის საქმე არის, პაციენტთან ყოფნა და პაციენტის ყურადღების მიქცევა. სამწუხაროდ ამ მდგომარეობაში, სადაც ამდენი დაზარალებული არის, ამდენი ნაცემი არის და ამდენი ადამიანი არის საკმაოდ დასახიჩრებული, ჩვენი მოვალეობა გამოვიდე და რამე მაინც გავაკეთოთ და შევწყვიტოთ ეს უაზრობა. თქვენი როგორც ერთი მოქალაქის რეაქცია რა იყო, როდესაც დღეს უყურებდით ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის მსგავს კადრებს პარლამენტში, როდესაც აი ესე ერთპარტიულად ერთხმად აირჩიეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი? რა რეაქცია უნდა გქონოდა? თქვენ რა რეაქცია გქონდათ მაგალითად? და გასაგებია ხო ექიმებსაც უჭირთ ამაზე საუბარი და რაიმე ტიპის შეფასების მიცემა იმისა, რასაც ჩვენ ხედავდით პარლამენტში. მოდით გადავინაცვლოთ წინ და თქვენ ხედავთ, რომ აქციის დასაწყისში არის ამ 2024 წლის არჩევნების სიმბოლოდ ქცეული შავი ლაქა, რომლითაც მოვიდა და
ფაქტობრივად უზურპირება გაუკეთა ხელისუფლებას ქართულმა ოცნებამ მორიგჯერზე ამ არჩევნების და აი ამის ნიშნად დღეს არაერთი საპროტესტო აქცია ვნახეთ და მათ შორის როგორც გითხარით ექიმების მარშიც არ ყოფილა გამონაკლისი. დღეს აქ არის შეკრებილი სხვა სპეციალობის ექიმი და მათ შორის არის ადამიანი, რომლის აზრის მოსმენა ძალიან მინდა. მე ვთხოვ ოპერატორს რომ გამომყვეს, ეს არის ნევროლოგი თენგიზ წულაძე, მასთან მივალ თუ შევძლებ, უბრალოდ ცოტათი რთული არის მოძრაობა, მაგრამ მივალ მასთან, მისი პოზიციაც მაინტერესებს. მოგესალმებით ბატონო თენგიზ. მადლობა რომ აქ ხართ. თქვენთვის უპირველეს ყოვლისა უნდა დავიწყოთ დღევანდელი დღის მთავარი მოვლენის თქვენი სეულის შეფასებით. ყაველაშვილი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად. თქვენთვის რა დიაგნოზი არის ეს? დიაგნოზი როგორც ნევროლოგისთვის. დიაგნოზის რა გითხრათ, ჩემი აზრით დე-ფაქტო პრეზიდენტია და დე-ფაქტო პრეზიდენტია არალეგიტიმური მთავრობის. როგორც ძანა ჩვენმა არსებულმა ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. იმას ვეთანხმები მეც. თქვენ აქ გახართ თქვენს კოლეგებთან ერთად და ექიმების ამაღლებული ხმა კიდევ სხვანაირად ჟღერს ხოლმე საზოგადოებისთვის. თქვენი კოლეგები საუბრობდნენ რომ კი დღეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს ჭირდება მკურნალობა და გადარჩენაო. თქვენ რა გზას ხედავთ აი ამ მკურნალობის? მკურნალობა ხომაღალი ნათქვამია, მაგრამ საქართველოს ჭირდება ერთად დგომა და გაერთიანება არალეგიტიმური და ავტორიტარიანიზმის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად ჭირდება. მადლობა, ეს იყო ნევროლოგი თენგიზ წულაძე. ისევ ვეცდები რომ გადავინაცვლოთ წინა ხაზებში და ჩვენ ფაქტობრივად ახლა მოძრაობთ უკვე რუსთაველის გამზირზე, სადაც მოძრაობა ამ დროისთვის არის ცალმხრივად გადაკეტილი აი ამ მარშის გამო და ეს ადამიანებიც რა თქმა უნდა შეუერთდებიან იმ საერთო საპროტესტო მუხტს, რომელსაც ამ დღების განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსთაველის გამზირზე და დღეს არის უკვე პროტესტის მე-17 დღე და აი მოდით ახლა წინა ხაზიდან აი გავესაუბროთ ადამიანებსაც. გამარჯობა, თქვენს ექიმი ხართ, როგორც ექიმი ვარ. მოდით ისევ ყაველაშვილზე ლაპარაკი დავიწყოთ, რა დიაგნოზი არის დღეს, როდესაც ის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად აღიარეს? მე ასე ვფიქრობ, რომ დღეს ექიმობა არ ჭირდება ამ დიაგნოზს, რასაც ზოგადად ეგრეთ წოდებული ხელისუფლება დღეს აკეთებს და ჩადის რა. ჩვენ აქ სულ სხვა მიზნით შევიკრიბეთ. ყავილაშვილი ყველაზე ნაკლებად საინტერესოა ჩემი აზრით დღეს რა. დღეს ხდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან ჩამოშორება და მისი კურსის 30 წლის განმავლობაში, რასაც ქართველი ხალხი არაერთი შეეწირა სისხლით, არაერთი ახალგაზრდა აი ამ ყველაფერს კარგავთ რა. ამის გამო ფეხზე ვდგავართ დღეს და რა ვიცი, ხელისუფლება წესით უნდა ხედავდეს თუ თავს სპეციალურად არ დაიბრმავებ, ჯერ მხოლოდ გუშინდელი დრეკმა რა, რამდენი ადამიანი გამოვიდა ნებისმიერი პროფესიის. ყველას რა არის განკურნების გზა, ამასაც კითხავთ თქვენ, როგორ ხედავთ ქვეყნის განკურნების გზას? მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ეს არჩევნები იყოს გამჭვირვალე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ორგანიზაციების დაკვირვების ქვეშ. თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების დახმარებაც იყოს ამ ყველაფერში, რომ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ნება დაფიქსირდეს. მადლობა, ასეთი არის ექიმების პოზიცია, განკურნების მთავარი გზა დღეს გადის ახალ და დამოუკიდებელ არჩევნებზე, რომელსაც დააკვირდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციები და სანამ ეს არ იქნება მიღწეული შეთანხმება, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს ქვეყანაში, არაფერს აზრი არ აქვს და პროტესტი არ შეწყდება. ასეთი არის ექიმების, საზოგადოების წევრების პოზიცია, როგორც გითხარით, ჩვენ მოვემართებით ახლა რუსთაველის გამზირზე, სადაც აი ეს მსვლელობა შეუერთება სხვა პროტესტის კერებს, იმ მსვლელობებს, რომლებიც უკვე დილიდან იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე, იმისთვის რომ გააპროტესტონ არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ უკვე ის აბსურდული რეალობაც, როდესაც პარტიულმა და არალეგიტიმურმა მთავრობამ, ასეთივე არალეგიტიმურ პრეზიდენტად, ბრწყალებში რომ ვთქვათ, აირჩია უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი.